პარტიაში. კარგია რომ შეიქმნა, მაგრამ ქარტია იყო ფალსტარტი, იმიტომ რომ ქარტია უნდა განხორციელებულიყო იმის შემდეგ, რაც არჩევნებს მოიგებდა ოპოზიცია. მანამდე საჭირო იყო დოკუმენტი, რომელიც გაწერდა, როგორ მივიდოდით ქარტიამდე, ანუ გამარჯვებამდე, ეს არ არსებობდა. არ არსებობდა ამ გამარჯვების სტრატეგია სამწუხაროდ. იყო ეს ოპოზიციის შეცდომა სავარაუდოდ. ჩემი მოსაზრებით ნამდვილად იყო შეცდომა. მე უახლესი ისტორიული გამოცდილებაც და სხვა ქვეყნების გამოცდილებებიც გვაჩვენებს, რომ მძლავრი კოალიციები და ერთიანობა ამარცხებს ხოლმე ყოველთვის. თუნდაც მრგვალი მაგიდა არის ამის დასაკვირველია, შესაბამისად ესეც გაშვებული იქნა ეს მომენტი ხელიდან. ამიტომ ცუდია, როდესაც ოპოზიციის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საზოგადოებასაც უწევს პასუხისმგებლობა და ძვირი ჯდება, ფასი ძვირია ოპოზიციის შეცდომებისა, ისევე როგორც ხელისუფლების შეცდომების და დანაშაულების ფასი არის ძალიან ძვირი ხოლმე, მაგრამ რას ვიზამთ ახლა, საზოგადოება არის აქტიური, აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. პრაქტიკულად ამ თაობა მისიც კი შეცვალა ჩვენი თავარი პრობლემა რაც იყო ხასიათისთვისების, ახლა ეს მიზანმიმართული რუტინული შრომა, ჩვენ ერთჯერადი გმირობების მიდრეკილი საზოგადოება ვართ, უფრო ემოციურ და აფექტზე დაფუძნებულია ხოლმე ჩვენი ქცევის მოდელები, მაგრამ ეხლა არის რას უკაცრავად ძალიან გააზრებული, გაცნობიერებული და მიზანმიმართული რიტმული პროტესტია, რაც არის უმნიშვნელოვანესი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას ექნება ლოგიკური დასასრული, აუცილებლად გამარჯვებით. ოღონდ ამას დამატებითი კომპონენტით აუცილებლად დასჭირდება, რასაკვირველია, სადაც უკვე წმინდა პოლიტიკური პროცესის შემოტანა იქნება.